გამარჯობა ქეთი. დიდი მადლობა რომ გვესწავლე აკადემიურ წიგნში. ჩვენთვის არის დიდი პატივი და დიდი სიხარული მართლა. და ბევრი გვაქვს სალაპარაკო. რა თქმა უნდა, კურამზე ვისაუბრებთ, მის შემოქმედებაზე ვისაუბრებთ, იმ ჩვენ ტრადიციულ მეგობრობაზე ვისაუბრებთ, რაც ჩვენს ოჯახებს და წინაპრებს ჰქონდათ. ყველა ერთმანეთის კლასელი და მეგობარი იყო, ყველა თაობა, ბებიები და ბაბუების და დროს კი გარდა ამისა რაც დავიდა შენზე ვისაუბროთ. იმიტომ რომ ალბათ ხშირად გადაცემებში მარტო კურამის გამოგიწევენ ხოლმე და სკოლაზე მინდა ვისაუბროთ და ცხოვრებაზე დაიჭერე რა. დავიწყოთ მოდი სკოლით. როგორ მოგაფიქრდა სკოლის დაარსება, იმიტომ რომ და როგორ არსებობდა, როგორ გადარჩია აი ამ რთულ პერიოდში, იმიტომ რომ ახლა ახალი ეტაპი დაიწყო ალბათ. დავიწყე უნივერსიტეტის მერე კათედრაზე დავრჩი და ეთყობა ეს რუტინული რაღაც უფრო ისეთი სამუშაო არ იყო ჩემთვის საინტერესო და გადავწყვიტე მასწავლებლობა. გერმანულ სკოლაში დავიწყე მუშაობა, მერე უკვე დავიწყე რატომღაც სკოლების ცვლა, აი ეს სპეციალურად არა, მაგრამ შენობა შეიცვალა გერმანულმა სკოლამ, ჯერ ბარნოვზე გადავედით, მერე პეტრიაშვილზე. ანუ ავტომატურად მომიწია რაღაცა ბევრი გარემოს ნახვა. მერე კერძო სკოლები იყო გახსნილი და იქაც მოსინჯე რაღაც გამომივიდა და სულ ფიქრობდი რომ რაღაც აი ამასობაში მომინდა რომ მქონოდა ჩემი საკუთარი და ის ხაზი რაღაც რაც მე მინდოდა თითქოს რაღაც მაინც განსხვავებული მინდოდა ალბათ და ამან მაიძულა თუ განაპირობა ის რაც მოხდა 2011 წელს უკვე აი მამაჩემიც ჩაერთო და რაღაც შენობა შევისყიდეთ და უკვე გადავედი ცალკე და დაერქვა ჩემი სკოლა დავიწყეთ რაღაცა 40-მდე ბავშვი იყო სულ მხოლოდ 3 კლასი, 4 კლასი, ამ 4 კლასში 40-მდე ბავშვი წილებული. ხო, ძალიან ცოტა ბავშვი, თუმცა გამოცდილება მქონდა ყველა კლასის, იმიტომ რომ ჩემ ბარნოვზე გერმანულ სკოლაში რომ მუშაობდი, პირველ კლასში გავიყვანე ბავშვები, მე-10 კლასში ჩათვლით ვასწავლედი, 2 ნაკადი მყავდა ესეთი, ან გამოცდილება საკმაოდ დიდი მქონდა უკვე. გამომივიდა ასე ვთქვათ, ჩემი სკოლა, იმიტომ რომ რაღაცა თითქოს ჩემი თავი ვერც ერთ სხვა სკოლაში ვერ ვიპოვა და რაღაც მაინც რაღაც ეთყობა რაღაცა მაინც ძალიან ჩემი მინდოდა განსხვავებული თუ დავარქვა და გამომივიდა სკოლა ასე ვთქვათ ეს 40-მდე ბავშვი ვერ ხვდებოდა საერთოდ შედგებოდა თუ არა სკოლა მაგრამ ნუ დღეს მე გავიარე ჩემდეგი საფეხურის ავტორიზაცია მე გავიარეთ უკვე კიდე ზედა საფეხურის ავტორიზაცია უკვე ბევრი ავტორიზაცია გვაქვს გავლილი ამ წლების განმავლობაში და ჩავლებრად რომ ყავდა უკვე დაახლოებით 7 გამოშვება ეხლა ამდენი ბავშვი ყავს სკოლაში. 300 რაღაცა ავტორიზაცია გავლილი მაქვს 450 ბავშვს. ანუ მინდა რაღაცა ჩემთვის მე როგორც ხედავ, ესეთი კომფორტული და სრულყოფილი ჩემთვის სრულყოფილი სკოლა არის. ორი პარალელი მეტი არა. თან აი პარალელიც უხდება სკოლას, რომ მარტო ერთი კლასი არ არის და ხო რაღაცა ის ზუსტად ის შენობაც რაშიც ვართ მაგის საშუალებას იძლევა რომ იყოს ყველა კლასი 2 და ანუ ეხლა მე როს ჩათვლით არიან 2 ინტერზე და კლასებში ცოტა ბავშვი იყო და ალბათ ნუ ესე 64 წელიწადში 12 კლასში ჩათვლით უკვე ესე 2 გვეყოლება როგორც დრო მაჩვენა რომ რაღაც უკეთესია რა არის ამ სკოლის ფილოსოფია, ირითი გამორჩევა. ხო, რაღაცნაირად აი როგორ კითხებენ განსაკუთრებული რა არის თითქოს ისეთი განსაკუთრებული სათქმელი არ მაქვს იმ მხრივ რომ ყველა სკოლას ერთგივე უნდა ხო რომ გაზარდოს მოაზროვნე, თავისუფალი ადამიანი, კრიტიკულად შემხედვარი მოვლენების მაგრამ აი ჩემი აი თავიდან სკოლაში მუშაობა რომ დავიწყე ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის ბავშვს გაეცნობიერებინა პირველ კლასს გულისხმობ რომ მეცნიერება არის მისი საკუთარი საქმე და არა დედის არა დამრიგების ეს ჩემი ბავშვობის პირადი გამოცდილებიდან გამომდინარე მოხდა საერთოდ ვერ აღვქავდი რომ მე ვაკეთებდი რამე საქმეს რაღაც ანგარიშვალდებული ვიყავი ან მასწავლებელთან ან უფრო მშობელთან რომ მასწავლებელი მშობელს რას ეთყოდა ან მე თითქოს არაფერში არ ვიყავი იგივე პროფესიის არჩევაც რაღაც ჩვენ ნაკლებად გვეკითხებოდნენ გახსოვს ალბათ ხო რაღაცა მშობლები უფრო წყვეტდნენ და რაღაც ეთყობა ეს ქოცნებად მაკლდა რომ ამის საშუალება არ მქონდა და დავიწყე პირველ კლასელებს თავიდან მე რო შევედი კლასში დავიწყე მშობლებს თხოვე რომ დავალება არც კითხოთ რა აქვს სახში თქო რომ ბავშვი ჩემთან ყოფილი ანუ ჩემთან ქონდა როგორც სამსახურში საქმე ერთ ადამიანთან ხარ ხო რაღაცა და ხალხს ნიშნებით უხდიდი
აი ზუსტად, აი როგორც ეხა 1000-ნობა და 500-ნობა კი არა, უბრალოდ ხელფასი ხო გაჩვენებს სათხარ, ანუ კარგად მუშაობ, შემოსავალსაც იღებ, კარგად სწავლობ, ნიშანს იღებ. ანუ ნიშნისთვის არ სწავლობ და ხელფასისთვის არ მუშაობ, მაგრამ გინაზღაურდება იშრომა, ხო, რაც ჩაყო, ნუ ჯანსაღ გარემოში გულისხმობ, რა თქმა უნდა. თუ არა ჯანსაღია კიდე გარემო და უნდა გაეცალო. ხო. ეს გამბედაობასაც ასწავლე, ხო, რომ გაეცალო და არა უშავს. ზუსტად მაგასაც ვიგონებს ხოჭერ თუ რამე სკოლის წესი არ მოგწონთ რაღაც უნდა თქვა და დამისაბუთო და კი ბატონო მეც უსწავლობ ხო რაღაც იცვლება პერიოდი იცვლებიან ბავშვები იცვლება რაღაც თაობა იცვლება მოთხო მეც სხვანაირად ვასწავლი წელს ვიდრე შარშან ვიდრე 10 წლის წინ ხო ყოველ დღეურობა რაღაც სიახლეს გაძლევს სკოლასთან დაკავშირებით და ახალ თაობასთან დაკავშირებით და მათ ხაზრსაც ძალიან კარგად ვიღებ რა თუ რამე დავიჭირე კარგი ჩემი გაგებით კარგი რა თქმა უნდა ესე მართლა კარგი რა არის და ცუდი რა არის ესე რთულია ხო რაღაც ლაპარაკი რომ ყველასთვის მისაღები იყოს და აი თავად ჩართულები რო არიან ბავშვები მათი ხდება უკვე ეს გარემო მათია და აი თან ცოტა სასწაულზე რომ ფაქტიურად იმავე ვტოვებ წესებს მაგრამ გამოდის რომ ნუ ვერ მისაბუთებენ ან უსაბუთებ იმდენად კარგად რომ მისაღები ხდება მათთვის ყოველ შემთხვევაში ისე არ არის რომ ეს უნდა იყოს და მორჩა ანუ ზუსტად ისე თვითონ იხსნიან ან ახალგაზრდულ ბავშვებს უხსნიან რა რატოა მაგალითად საღაჭი არ შეიძლება სკოლაში და უხსნიან რატო იმიტომ რომ სიკეთეებს და მინუსებს ერთმანეთს ვარდარებთ ბევრად მეტი მინუსია გვიდრე პლუსი და ამიტომ ჯობია არ იყოს კიდე არ შეიძლება კი ტელეფონები არ შეიძლება რომ მოდიან აბარებენ და 5 საათზე იღებენ წასვლის წინ არც დასვენებებზე და რაღაც იმიტომ რომ მანდაც ჩემს მოკრო ერთმანეთთან იკონტაქტონ ინფორმაცია თუ დაჭირდათ ამ პრეზენტაცია რაღაც მაშინ იღებენ თქვა თან რომელიმე გაკვეთილზე თუ დაჭირდათ მაგრამ ის რომ ის 5 წუთიანი გაკვეთილი რაღაცის გამოიყენონ რაღაცა ინფორმაციის გასაგებად არ არის რამისი აუცილებლობა არანაირად აღჭურვილი გააქვს სკოლა ხო მე არ ყოფილა როგორც ხო როგორც კანონი მოითხოვს ხო ყველა კლასში კლას არა სხვა ჩვენს თქვენთან ამერიკაში როგორც ესე არა კლასებში ეკრანები გვაქვს უფრო ხო როცა ეკრანს ვიყენებ თან ფლეშ მეხსიერებით ეგრეთ წოდებული თან ტელეფონით მასწავლებელი უკავშირდება ან ლეპტოპი შეაქვს ესე სტაციონარულად სულ არ დგას ეკრანები კი ინტერაქტიული დაფები არ აქვს ხო არ არის ინტერაქტიული დაფები არ აქვს ეს რთული საკითხია ინტერაქტიული დაფა კარგიც არის და ხო ცოტა გამოცდილი უნდა იყოს მასწავლებელი და ეს მოდის რაში გამოიყენება. აუცილებლად თან აი რაღაცნაირად ცოტა ხელოვნურად რო შემოვიღოთ ეს ტექნიკა, ეგეც ინტერნეტ აი ბუნებრივად მე არ ვიცი ხო პირველ მას წყობას არ ვედრებით რა თქვა კარგია ყველაფერი ძველი და მორჩა არაფერი ახალი მაგრამ ის რომ მასწავლებელი ბუნებრივად მისთვის ძალიან საინტერესო გაკვეთილს ატარებს და ყველა ბავშვი ჩართული ხელოვნურად ინტერაქტიული დაფის ამაში ჩართვა ძალით ასე ვთქვათ რაღაც ვერ ხედავ საჭიროებას და როგორ უმკლავდებით ნიშნების პარანოიას, ნუ მშობლებიც ალბათ ჩართულობენ. იცით რა, სხვა შორის არ ვიცი მართლა როგორ ვახერხებ ეს გამოცემა ალბათ გერმანულ სკოლამ მომცა თავის დროზე რომ მშობლები საკმაოდ ჩამოცილებული ყავდა დირექციას ასე ვთქვათ სასწავლო პროცესში. მე ერთი დავიწყე. შენც ხო სწავლი. ხო, აი ეთქობა ეგ გამოცდილება ძალიან დამეხმარა რომ რაღაცნაირად დისტანცირება მშობლის ან ბავშვს აქვს მართლა თავიდან ბოლომდე გააზრებული რას რატო აკეთებს და აქედან გამომდინარე როცა სამართლიანად ხდება ეს ყველაფერი რაღაც აი ვერც უხსენებ ხალაპარაკის დროს რომ მშობლის ხვდა პრეტენზია ყოფილიყოს აჰა და ეს სამინისტროს მოთხოვნას თქვა შემაჯამებლები და ასე თქვა ამას ყველაფერს ვასრულებთ თუმცა ისე ვასრულებთ რომ მართლა საქმეს ნუ წესით მართლა საქმეს უნდა ემსახურებოდეს ამიტომ არ არის ფორმალობა საერთოდ ვის უყვარს და არც ფორმალობები და ყოველთვის კი რამეს ცუცხედავ რამეში ვცდილობ ისეთი კუთხით დავნერგო რომ მხოლოდ კარგი მივიღოთ ნუ ხომ მხოლოდ კარგი ალბათ არ გამომდის როგორც ცხოვრებაში ყველაფერი არ არის იდეალური ხო მაგრამ ყოველ შემთხვევაში ესეთი ის გვაქვს ხედვა და მიმართვა ამ გააზრებით ვდგებით რეფორმის ყველა მოთხოვნას ხო გააზრებით და სხვა ჩერს რაღაცები ემთხოვა ხოლმე ერთიც რამდენად უნდა თქვა რომ ჩვენთან რაც არის მე შემოგისამენს მაგალითად ჭადრაკი პირველი კლასიდან ეს სკოლა არსებობს ესეა კითხვის საათი რაღაცები დამრიგებლობა გაუქმეს ახლა დღის პირველ ნახევარში იმიტომ რომ მე ვერ ხედავ აი დამრიგებლობის საათს რომ მასწავლებელი დამრიგებელი რომელიც გაკვეთილს ატარებს უცებ როგორ უნდა გაჩნდეს თავის კლასში და თუ გაჩნდა ერთი ბავშვი ხელის დასაბანად მიდის მეორე ეზოში მესამე საათს რომელერც გაეკიდოს ხო ამიტომ
მაგ საჭიროა ძალიან ხო ვერ შეასრულოს ფიზიკურად, ამიტომ ძალიან ფორმალური და ხელოვნური მეჩვენება. ამიტომ არ ყავს ჩვენ დამრიგებლები დღის პირველ ნახევარში სართულს ყავს მორიგე, ყველა მასწავლებელი თან დამრიგებელია, კლასებში რჩებიან ბავშვებთან ერთად, მერე გადიან სხვა კლასში, ფაქტობრივად ცვლიან. მერე რომელი ბავშვი ცად დარბის, ყველგანი ვიღაცა არის და უბრალოდ ყველა სივრცე ვიღაცას აბარია და ყველა მასწავლებელი თან დამრიგებელია, იმიტომ რომ ეს ჩემი ბავშვი, შენი ბავშვი ხო რა თქმა უნდა. რაღაც არ მესმის ეს დამოკიდებულება. ხო რა თქმა უნდა, აი ეს პარალელებში არ არის ხოლმე ჩემი ბავშვი იმის კლასში მინდა ბავშვდეს და იქ აი ეს იგივე მშობლების მხრიდან ხო აი ხო აი იყო პრესტიჟული კლასები და არა პრესტიჟული კლასები არა ჩვენთან არ არის აი ორივე კლასი თანაბრად აი ჩემი ნაცნობები თქვათ როცა მოდიან ნახევარს ერთში ხო ნახევარს მეორეში აი ყველანაირად ის კი არა გაკვეთილებს ხო ჩას ეგეც გერმანულ სკოლაში დავიწყე ჩემი საკუთარი ბავშვობის გამოცდილებით კენჭის სპრა გვაქვს ყოველ კვირა და ბავშვები ცვლიან ადგილებს. რომ არ იყოს აი ჩემი მერხი, შენი მერხი, იმის გვერდზე მინდა, ამის გვერდზე ფანჯარასთან არ მინდა, უკან მინდა, წინ მინდა, კენჭის სპრა გვაქვს. თუნდაც იგივე ადგილი ამოიღო, რჩებიან იმ ადგილას, ანუ არანაირი გაცვლები არ გვაქვს, რომ ნუ რაღაცა ამოიღო, ესე იგი ეგრე იყო საჭირო. ყოველ კვირა იცვლიან ზოგისაც სულ ამიტომ ბიჭები, გოგოები რაღაცა ძალიან მეგობრობენ ერთმანეთთან და საერთოდ არ არის ეს ჩემი ხა რაღაც მაინც ხო ეს ვებრძვიეს არ მომწონს ეს თანამედროვე ტერმინი ეს საუკეთესო მეგობარი რომ დაიქვას ეს ერთი რომ უნდა იყოს რატომღაც ნუ ამასაც ძალიან ვებრძვი რაც მეტი მეგობარი ყავს უფრო კარგია და ყველა მეგობარია რა თქმა უნდა და ამას ყველა მართლა ისე არა აი ვერ და თან მთელი სკოლა მეგობრობს ხა 40 რო ვიყავით მაშინ ვამაყობდით მაგით რომ მთელი სკოლა ერთმანეთთან მეგობრობდა და იგივე ხდება ახლაც აი ზუსტად იგივე ეს დიდები პატარა გაკვეთილები რა დეხნიანი გაქვს 40 წუთიანი გვაქვს და 7 გაკვეთილია ყოველ დღე ყველა კლასში პირველ კლასში ანუ ყველა გაკვეთილი 40 წუთია ოღონდ თქვა ქართული 9 საათია კვირაში და ამიტომ გაორმაგებული ყველაფერში გვაქვს მეტი დატვირთვა და პირველ კლასელებს 7 გაკვეთილი უბრალოდ ძალიან ბევრი ისეთი საკითხი არის შევსებული, რაც მე უკვე აღარ გვაქვს, თქვა ხატვა, ძერწვა, მუსიკა, ჭადრაკი, იგივე, აი განსატვირთი გაკვეთილები, ანუ მათემატიკა, ძერწვა, სპორტიც სულ გვაქვს, ანუ დღის პირველ ნახევარში ბადით, როგორც უნდა იყოს და დღის მეორე ნახევარში 3:30-დან 5-მდე ეს დღის მეორე ნახევარი სადილობენ და მე უხეშად 1 საათი ის პრამე სპორტული აქტივობა უფრო 50 წუთი და დანარჩენი მეცადინეობა და ეს 50 წუთი არის გოგოებისთვის ცეკვა, ბალეტი, სპორტი, ფიზკულტურა რო იყო ჩვენ დროს და ბიჭებისთვის ფეხბურთი და სპორტი. გოგოებს უნდათ ფეხბურთი? გოგოებსაც უნდათ ხოლმე სხვათა შორის და ზოგი გოგო ამიტომ ჩადის ხოლმე ფეხბურთზე, მე იქ ცოტა რაღაც ბიჭებთან ერთად შეიძლება რაღაც მაგრამ მოხდეს ბურთი არა რაღაც მაინც ისე ნაწილდება, აი მე ბუნებრივად რომ მაინც ეხოსკენ მიდიან. აჰა, ბაზიკები. და თან მე ვთვლი რომ აი ხო რაღაც არის ხოლმე კითხვა რომ იქნება ბავშვ ბალეტი არ უნდა ცეკვა ეხლა ბავშვები მტაცხოვრობენ ჩვენთან ერთად ხო ზოგადად რომ ჭირდებით უფროსები ანუ ჩვენ რასაც მივაწოდებთ ესე დედაც რატო ურჩევს მაშინ რატო მიყავს რომელიღაც ბაღში კონკრეტულ შენ რაღაცას რატო ასწავლის ხო ანუ რაღაც გადაწყვეტილებას მათმაგივრად ხო ვიღებთ რაც უნდა ვთქვათ რომ ბავშვს უნდა ვაცალოთ არჩევანი უნდა ვაცალოთ მაგრამ ხომ მივაწოდოთ რაღაც რაც ჩვენ მოგწონს იმას როცა ვაწოდებთ ისე როგორც საჭიროა იმასაც მოსწონს არა იმპერატიულად შეთავაზებით და თან აი ვუზიარებთ იმ გამოცდილებას როგორი კარგია და ჩვენი განწყობა გადადის ეგ უკვე კარგი მასწავლებელზეა დამოკიდებული კარგი მასწავლებელი აჯერებს რომ ის ყველაფერი რასაც ასწავლის არის კარგი ხო მე უკვე წლების შემდეგ შეიძლება ბავშვი მიხვდეს როცა დააჯერონ რომ კარგია მისი არ არის და მე გააკეთოს არჩევანი ხა სიტყვაზე თქვა თუ არასოდეს არ ეცოდინება რა არის ბალეტი როგორ მოუნდება ხო ანუ ყველაფერს ჩვენ ვცდილობთ ხა ყველაფერს აქ მაგ ვერ მოვიცავ მაგრამ რაღაც ისეთები ნუ ალბათ მაინც პირადი გამოცდილებით გამოვდივარ სასცენო ხელოვნება გვაქვს კიდევ ასეთი და ჩემი მიყვებოდა ბავშვობაში ხო მე არ მღირსებია რომ ქონდა დრამწრე რეზოესაც ხელმძღვანელობდა ოზომეშამეში მაგათ დრამწრეს და სულ ახალ ბავშვობაში ვისმენდი რომ ალბათ რა კარგია და მეც მაქვს სკოლაში დრამწრე რა ჩვენ ვეძახით სასცენო ხელოვნებას ონისეონიანი ასწავლის და აი ყველაფერი რაღაც პროფესიონალურ დონეზეა და არა და მასწავლებლები არ გამენ თვითონ სპექტაკლებს მე ვაკეთებდი ხოლმე ესე რომ რა ვთქვათ ჰაკი აცბას გავდიოდით ან მე-11 კლასში
ძალიან კარგია და ეს არის აი სულთა იმ მასწავლებლების კიდე ზედამატებით ნიჭი როგორ თქვა ხო? და პროფესიონალი ხო სხვა არის. რაღაცა ჩვენთან იყვნენ რუსულის მასწავლებელი, შენ დროსაც ყოლა პეტრიშზე ირადოლიძე, ირად გავდა საოცარ სპექტაკლს. იქა ინგლისურებს პირველ კლასში ეხერხებათ და აკეთებდნენ, ხელოვნურად არ მინდა რომ დავაწავ. მაგრამ ის რომ მართლა სცენაზე როგორ უნდა მოიქცე და რაღაც ეს პროფესიონალი მაინც ხანერად ასწავლის, ამიტომ ის არის დაკავებული ამ საკითხით. ხო, იმიტომ მე რომ დავდგე აი თავარი შეცდომა რას დაუშვი შენი თავისთვისაც და მოსწავლეებისთვისაც ეს იყო რომ მე როიდან განსხვავება გაგვიჭირდა მეც და იმათაც. ძალიან რთული იყო, ხო. და ეს დაბალანსება და მაგისი აი ისე შევედით ამ ისეთ მომხიბვლელი იყო რომ მე იქიდან გადმოსვლა და ჩვეულებრივ ქართულ საგაკვეთილო ძალიან გაგვიჭირდა. ხო, საინტერესოა. ხო და ნუ ეს კარგი იყო. კარგი, ხა ნუ ფასიანია და იყო სკოლა რომ იარსებოს და თან ხას არ მიკითხებ, როგორ ხდება ამის არეგულირება, აი თანდათანობით ახდენენ ყოველთვიურად თუ თუმცა ჯორჯერ არის წესი დეკემბერში და ივნისში, მაგრამ იქ რაღაცა კონკრეტულ გრაფიკებსაც ვითვალისწინებთ, რომ შევუწყოთ ხელმშეყოს, რაც შეგვიძლია ყველანაირად ვუწყოთ, ხაც აი რაც ჩვენს ძალებში. იქ ნუ სახელმწიფოსთან ვართ ანგარიშვალდებული და ჩვენ საკუთარი ნებით ვერც ფასტაკლებას ვაკეთებთ ვერაფერს, ანუ მაშინის ნაწილი სკოლა უნდა გადაიხადოს, რასაც ფასტაკლებას გააკეთებს, ის თავიც ჯერ სამწუხაროდ არ გვაქვს იმედია. ანუ ვაუჩერიზაცია ნუ გეკუთვნით. ვაუჩერი ნუ 300 ლარი წელიწადში რაც რა ვიცი რაც არაფერი არ არის. და საკვებზე იხდიან ბავშვები? არა, ყველაფერი შედის ამ თანხაში, გარდა ტრანსპორტისა, ფორმები და სახელმწიფო. ფორმები გააქვთ? კი, ფორმებიც გვაქვს, იმიტომ რომ ძალიან ეს არ არის პაჭოს გათანაბრების და რაღაც თანასწორობის, ჩემთვის არ არის ყოველ შემთხვევაში, იმიტომ რომ ხსაც მე დაჩერება გამოჩნდეს რაღაც არათანასწორობა და რაღაც მისამაგრით და ძალიან ბევრი რამ ჩანთი და რაღაც ბევრი რამ. ამიტომ არ მაქვს ეს შესაძლოა აი ეგეთი ხელოვნური გათანაბრება არც იწვევს სინამდვილეში გათანაბრებას. ანუ ყველა ერთმანეთს უნდა სცემდეს პატივს იმ მოცემულობით, რაც არსებობს და არა რომ გავათაერთნაიროთ ყველა. უბრალოდ ფორმები მაქვს, იმიტომ რომ იყვნენ ლამაზად გამოიყურებოდნენ და მოწესრიგებულად და დილას არ იყოს რა ჩავიცვა. აი გაცილებით მარტივია, როცა და თან თვალისთვის ლამაზია, რომ რაღაც ერთნაირად მოწესრიგებულად არის. და არა პროტესტებენ ბავშვები. არა, პატარებს უფრო კარგად აწვევს. ზედა კლასებში უკვე ცოტა ფერების დრეს-კოდში გადადის ფაქტიურად, მაგრამ იქაც უკვე არ ვაპრობლემებთ, იმიტომ რომ ზედა კლასებს თავისი ის აქვთ. რაღაც პრობლემები, რაღაცები თავისი არ მოწონთ, რაღაც საფარონ რა. ამიტომ ინდივიდუალური ხო ეგ საკითხი მაგასაკში გარდა დასასაკში. მეც ძალიან ვიბრძოდი და არ მაცვა ფორმა, თუმცა მაშინ ხო და ხო, იმიტომ რომ რაღაც ასაკში უკვე მართლა რთულია, რასაც და ამიტომ უწყობთ ხელს. შეურაცხყოფილად აღვქონდით თავს რა როგორ შეიძლება. ხო, ეგ მაგასაკში ხო ყველაფერს შეურაცხყოფილად აღვქონდით. საერთოდ ყველაფერს. და სულ უფრო სევერი დამნაშავე ყველაფერში და სულ ყველა ჩვენი მტერი იყო და ნუ ხო ამასაც მეტნაკლებად მარტივად გავდივართ აი ვინც ჩვენ სკოლაში გაიზარდა პირველ კლასში იმიტომ რომ იმდენად რაღაცნაირი მეგობრული გარემო გვაქვს აი მე პირადად ყველა ბავშვი იცნობ ახლოს პირველ კლასში შევდივარ კითხვის საათი მაქვს და ამ კითხვა ორჯერ კვირაში მეორეში შევდივარ აი წელს შევდივარ მეხუთეს ჩათვლით კითხვის საათი და ამიტომ მე როგორ აღარ შევდივარ თქო მე-6-ში მე-7-ში მაგრამ ნუ 5 წელი რო ბავშვს უყურებ ან გაკვეთილზე უყურებ კვირაში ორჯერ ან ერთხელ ნუ საკმაოდ კარგი დროა რომ კარგად იცნობ და ამიტომ ძალიან ჩართული ვარ მაგ ცხოვრებაში და ახლოს ვარ მართლა და სულ ხო აი გინდა რაოდენობაზეც რო ლაპარაკობდეს ორი პარალელი მე მგონი ეს იმდენი ბავშვი იქნება ჩემს როლი რომ ყველა ბავშვს ვიცნობდე կարგად ხო მე მგონი გავწდები 300 რაღაცა არის და 300 მე მგონი გავწდები 500-მდე არის ესეთი ალბათ შესაძლებელი ხო ჩემ ძალებს ყოლში 500 თუ აცდება სკოლა უკვე სხვა პრინციპი ხო იქ რაღაც ну ეხაც ყველა საფეხური ვიღაცას აბარია ვიღაც ნუ თქვენ ძალიან ბევრი ადამიანი მეხმარება და ერთად მუშაობთ მაგრამ აი მართლა ინდივიდუალურად თითო ბავშვს ძალიან ახლოს უცნობ აი ყველა რაღაც თავის ამბავს მიყვება ყველა ცხოვრებას ჩართულია ძალიან მაგარი. კაი, მივადექით, ახლა თვითონ ახსენე და ერთი კიდევ ერთი დიდი დილემა სკოლის ეს არის მასწავლებლები.
კი საპოლო ფინალიან ეს ხალხი რა როგორ ხდება ერთ გუნდად ქცევა იცი როგორ არა თავიდან 2011 წლიდან რო ვიძახი ვინც ვიყავით ისინი ისე ვართ ფაქტიურად ვიყავით 5-6 თქვა და ვართ ახლა 60 დაახლოებით თავიდან ჩემთვის იყო ის იგივე ისევ ჩემის და ამ გერმანულ სკოლას აფხობ ჩემ რა ვიცი მასწავლებელადაც იქ ჩამოვყალიბდი ყველა აი მართლა ყველანაირი იქ მასწავლებლად ჩემზე 2-3 წუთი უფროსები ვის წაწყავდა უკვე მესამე კლასს თქვა პირველი გაიარა მეორე მასწავლიდნენ რა უნდა მეთქვა რომ როგორ უნდა გავუბრაზებულიყავი როგორ უნდა რაღაცა აი მართლა ერთმანეთს ვასწავლეთ ხო თორე პედაგოგიკა არ იყო უნივერსიტეტში ისე არ იკითხებოდა რომ ბევრი რამე გწოდნოდა ხო კი მე წავედი მე ჯერ ინგლისში წავედი პედაგოგიკის სასწავლებლად და მე ამერიკაში ხო და ჩვენ იქ რასაც მასწავლდა როგორც პედაგოგიკის საფუძვლებს ეგ ხო გერმანულში იყო აი ხო არა ალბათ ბატონ გურამს ჰქონდა ეს მოაზრებული და ნასწავლი და გააზრებული მაგრამ ჩვენ ახალგაზრდები ეს პირდაპირ ხო ალბათ მაგრამ ჩვენ ხონდა ფაქტობრივად გაგუზარდეს ჩვენ ეს იყო რაღაც იყო ბუნებრივი ხო სხვანაირად როგორ აი ზუსტად და მე ვისწავლე ამ თეორიული საფუძველი რატო არის სწორი ხო ეს უკვე ვიცი მაგრამ სწორი რა იყო და არასწორი ესე პირდაპირ საქმეში გვასწავლე ჩვენც უკვე მასწავლე კი ჩაოლებრივად აი ძირითადად ხო აი თვითონ ჩემი საფუძველი ყველაფერი იქ მოხდა კი იგივე ხა მშობლებთან ურთიერთობა რო ახსნა აი ყველაფერი და გერმანული სკოლის ერთი დიდი კიდევ თავისებურება რომელიც ამერიკაში გაგუჭირდა და შევწყვეტეთ რაღაცას ვფაფხურობდი მაგრამ ექსკურსიები ექსკურსიები ჩვენი ცირას ვაკეთებთ ქალაქის მასშტაბით დავდივართ თან ყოველ წელს რაღაც სხვადასხვა ადრე უფრო რაღაც მგონია რომ უფრო ხშირად დაგვყავდა ცოტანი რო ვიყავით არ ვიცი ელენე ხლოდია სახმზომში რაღაც ეს პატარები იყვნენ თან მესამე კლასში ეხლა დადიან 2 დღიანებში 3 დღეებში ეხლა მიდიან შაბათ 3 დღეებში მიყვება თორი მასწავლებელი მე-11 კლასი მე-10 უკვე კარვებით დაგვყავდა მე პანდემია მაგვირია რაღაც თორე კარვებით ძალიან კარგად მშობლების გარეშე მარტო მასწავლებელი და კარგად იქცევი არაფერი არ ხდება იცი რა კარგად იქცევი რომ აი არ ვიცი ხა თვალი აკრა რაღაცა ისეთი ამაყები ვართ ხოლმე მე რა უკვე აი რაც ჩადება ბავშვებში და რაც გინდოდა რომ მიგეყო იმას უკვე უყურებ გვერდიდან რომ ეს როგორ მოხდა უკვე შედგა როგორი დამოუკიდო კი ხო და იცი რა ამერიკაში ხო პირველი კლასიდან არა ძალიან აი ყველაზე მნიშვნელოვანი პირველი კლასი ხო მე წავიყვანეთ ჯოკი იყო მე ჯოკისთან წავიყვანეთ ჩიკაში მაშინ და ბავშვებმა პირველად უხეშად ჯაკუზი რატო არ არისო ჩვენ ვერც მივხვდით რომ ჯაკუზი ჩვენ რაღაცა სხვა პრინციპებზე მაგრამ არა მე ცხოვს პირველად მაგათთან ვიყავ მე ცირკოში და ფენი წავიღე და ისე დამცინე სოფოდ როგორც მასწავლებელი ვიყავ თორე მე ბავშვობაში გამოტოვებული მქონდა გამბები არ მიშობდნენ რატოც ხო და ესენი აი კარვებით იქ შეშის დაცულ ტერიტორიებზე იყვნენ რაც ბევრგან ბიოლოგიის მასწავლას ყავდა თავის ხო ან მიზნობრივი ექსკურსიები მიზნობრივი ხო რომ აი თან საქმე უფრო საინტერესო თითო როცა რეალიზებული ხარ და რაღაცა საკეთებ პლუს რა თვალიერებდა თავერთობი გაცილებით ის არის საინტერესო ცხოვრება ჩემი აზრით ხარია რა მაგალია მართლა აი ცხოვრობ მაგითად საოცრება და მართლა ყოველ წამს რაღაცას ვსწავლობ მაგათგან და ზოგადად ამ სიტუაცია ანუ მოახერხეს გერმანული სკოლის სულისკვეთება კოლეგებში გადატანა მაგიდან დავიწყე და ეს გერმანული სკოლიდან ბევრი იქიდან ყავს ეხაც ვართ რაღაც აი თავიდან პირველი კლასები რო ერთად დავიყვანეთ ის ადამიანებიც არიან ჩვენთან ერთად სასწავლო ნაწილი იყო ჩვენი ბარნოზე და ის არის ხო და აი ძალიან ის ხო და პლუს კომენტებიან ახლები ხეთ რეკომენდაციით და ასევე ჩვეულებრივად კონკურსის წესითაც და ეს საერთოდ აი მართლა შეფხებობა რომ მქონდა თქო არანაირად სასაკობრივად ახალგაზრდებს გულისხმობ თქო და არც საერთო რაღაც სამუშაო სივრცეს გულისხმობ და არც საერთო ნაცნობს აი ისეთი კარგი მასწავლებლები აგვიყვანია ესეც ანუ ბევრნაირი გზით ხო უფრო აი თავიდან უფრო სულ რეკომენდაცია და გერმანულ სკოლაზე ვიყავი მიჯაჭვური და მე აღმოჩნდა რომ აი ჩვეულებრივად კონკურსის წესით ძალიან კარგი მასწავლებლების პოვნა შეიძლება რთულია მაგრამ შეიძლება და ახალგაზრდებსაც იყვანენ და ეხლა არის რაღაც ბევრი ბარიერი აქვს ამ ახალგაზრდებს პროფესიაში ჩაბარებები და რაღაც საშინელებო კი
კი ნამდვილად გეთანხმები ოღონდ ეს გამოცდები რა გითხრა არაფრის აბსოლუტურად ხო ნუ შემოდის კლასში და საერთოდ ვერ ხვდება გაკვეთილები ჩაატაროს ამ დროს ყველა წოდება ასე ვთქვათ არის იმიტომ რომ აი სანამ პრაქტიკას არ გაივლის სანამ მას გამოცდილები რაღაც რჩევებს არ მისცემენ შეიძლება ბუნებრივად აქვს თანდაყოლილი არ ვიცი მაგრამ აი ეს მარტო რეგალიები საერთოდ არ აქვს ან ჩვენ როგორც ვიყავთ ეს სულად არაფერს ვცოდნები ახალგაზრდები მე 21 წელს ვიყავ რომ მივედი სკოლაში და იქ გავიზარდეთ და აი ამის საშუალებას ეხლა არ იძლევა იცი რა მხრივ ახლა ვაპირებ ზუსტად ჩემ ერთ მომსწავლებ წელს ამთავრებს და ვაპირებ თორივე რომ მოვიდეს დაიწყოს მუშაობა ფილოლოგია გიხდება მაგრამ ხო და ძალიან მხარს ჩვენი გაზრდილი და უკვე მასწავლებლად შეგვიძლია რა თქმა უნდა ჩვენი სკოლის გაზრდილია და თან თვითონ უნდა ეს საქმე აი ძალიან კარგია ხო ეგ ძალიან კარგი იქნება და ახერხებენ აი ძალიან პატივისცემ კიდე იმ ახალგაზრდებს ვისაც აი რაღაცა ჩემი მეგობრის შვილის მეგობარი აი ესეთი სხვა ჩვენი ჩემი შვილების თაობის ბავშვები თქვათ რომ მოვიდნენ უკვე აღარ არიან ბავშვები მაგრამ ნუ მაინც რომ დაინტერესდნენ და მე რომ დადგნენ იმ მოთხოვნის წინაშე რომ უნდა ჩაებარებინათ ეს გამოცდა და უნდა გაევლოთ ეგ კურსები იმდენად მოუნდათ ამ საქმის გაგრძელება რომ ეს ყველაფერი გააკეთეს ძალიან მადლობელი ვარ რომ გვეთანამშრომლებიან და ეს მოთხოვნები შეუსაბამეს სურვილებს ხო ძალიან კარგი ხო შეძლეს ამ ახალგაზრდა შეიძლება დაეზაროს ხო გასართობად კი დაიწყო მუშაობა მაგრამ აღარ მოუნდა ესე გაღრმავება ხო პედაგოგიკაში და არა რაღაც კურსებსაც და ეს მთელი წელი რაღაცები ისწავლეს როცა თავისი საქმეებიც აქვს ხოჭერ თქვენი სკოლა დამთავრებულებს გულისხმობ ამ წუთას და მუშაობენ ჩვენთან აი ხარიბი ვარ რა ხო კარგი ბავშვები მიც რჩება ხო ამ პროფესიაში რა ძალით მაგრამ თუ ის შეკაკ და გაინტერესებს არა ამ დროს არა თქვა აი ამერიკაში სწავლობ და სხვა პროფესიით აი მე მომუნდა ბავშვებთან და ყველაფერი გააკეთა რომ ამერიკის მე გითხარი ისე საუბრობ ძალიან დაინტერესდა კარგი ფიზიკა მათემატიკის და ბიოლოგიის მასწავლებლების შოვნა შეჭირს ძალიან ეგ ყველაზე რთული და სხვათა შორის ბიოლოგიის არის ბიოლოგიაც თავიდანვე ამ სკოლას ვქნიდით ფაქტიურად ერთ-ერთი იყო ბიოლოგი და დირექტორის მოადგილეც არის დღემდე და ძალიან კარგი ბიოლოგი და აი ბავშვები ახლა თქვათ სადღაც 15 ბავშვიანი კლასიდან 4 და 5 რო აირჩევს ბიოლოგიას ჩასაბარებლად ხო ნიშნავს რომ ძალიან კარგი მასწავლებელი სერიმ ხო აი და უფრო ფიზიკა ქიმიაზე ვწავლობთ ხან ცოტაში ბევრჯერ მოგვიწია მასწავლებლების შესწავლა იმიტომ რომ შეიძლება პროფესიონალი კარგია მაგრამ იქ ბავშვთან არ გამოსცეს შეიძლება პირიქით ნუ აი ბევრი ნიუანსია მან იმიტომ არც ისეთი ფიზიკა მინდა ძალიან ცოტა სამზარეულოს ფიზიკას ვეძახნა მარტო ის რომ წყალი ორ ხდება და კონდენსატი რაღაცა იმ მაგდონეზე არა უფრო გასული და თეორიულიც და მთელი კოსმოსი რო შეიგრძნოს ბავშვმა და საერთოდ სამყარო და ეგეთი ფიზიკოსი შეიძლება მასწავლებლად რაღაცა ვერ და მაგათ ერთული აი ამ წუთას ვინც ყავს ძალიან კმაყოფილი ვარ აი მე მგონი ბოლო შედგა და მაგარია ხო ინტერნეტ ყველაზე ესეთი და რაღაცა ხოჭერ ცოტა საინსი იცი შენალბათ გვინდა პატარა კლასებში შეტანა რომ ჩემი აზრით აი არც რამდენად საინტერესო თემა მაგრამ ზოგადად ძალიან საინტერესოა ფიზიკა ქიმია შემოდის ისეთ ასაკში ბავშვების მე-7 კლასს გულისხმობ თუმცა ეს გარდატეხის ასაკია დაწყებული და რაც აინტერესებდა ისიც აღარ აინტერესებდა ანუ ყველაზე ცუდ ასაკში ესე რომ ვთქვა ამიტომ სულ რომ დაწყებით კლასებში ცოტა ფიზიკა ბუნება ისედაც მოიცავს ფიზიკა ქიმიასაც მაგრამ ცოტა კიდე უფრო ფიზიკოსის მასწავლი ფიზიკას ხო ნუ შეიძლება ესე ჟღერს რაღაცა ახლა მოგლა მაგრამ ეგ არის ხო სამყარო ბავშვ პატარა ბავშვს რაღაცას რო უხსნი ფაქტობრივად ფიზიკის ხო რა თქმა უნდა სამყაროს ლოგიკას უკვე ეგ არის ხო და ეხლა გადავწყვეტეთ მესამე მე-4 კლასში შევიტანთ ეს საინსი ინგლისური სახელმწიფო მე არ ვარ მომხრე ინგლისურ
ანუ არა ქართული სკოლაა ხო? ქართული სკოლა პრინციპულად და არასოდეს არ ვაპირებს სხვა პროგრამის შეტანას. უბრალოდ ინგლისური ძალიან კარგად ისწავლება და ასევე ძალიან კარგი შედეგები გვაქვს ინგლისურში, მაგრამ თან ჩვენი ბავშვები უცხოეთში რომ მიდიან, თქვა ხო უწევთ ოჯახებს გადასვლა. მე-4 კლასში, მე-8 კლასში, მე-10 კლასში, ну ისე აგრძელებენ იქ სკოლაში სწავლას, რომ აი წერილები გვაქვს მშობლების მადლობით, რომ აი ისე კარგად იციან ინგლისური, ანუ რას გულისხმობ ადამიანი თვლი რომ საკუთარ ენაზე უნდა იღებდეს განათლებას, ხო პროგრამირების შურეცზე. იმიტომ რომ ფსიქიკათვის უფრო ბუნებრივია და როცა სამყაროს შეცნობას აკეთებ, კიდე თარგმანით, აი რატო თორე კი თუმცა რამდენი უცხოენაც იცი, იმდენი ადამიანი ხარო, როგორც ამბობენ, ერთმანეთს საუბრობს, პირიქით ეგ ერთია ყველაფერი. მაგრამ ეს საინსი ხარატო თქრო, მაგ ინგლისურ სახელმწიფოში კარგად არის ეს შეცნული, ხო მოცემული ჩვენ არ გვაქვს უბრალოდ. ხოდა გადაწყვეტ წელს მოვსინჯოთ სექტემბრიდან ინგლისურის მასწავლებელი გაატარებს, რომელიც თან ისეთია, რომ ფიზიკა უყვარს თვითონ. ანუ მაინც პიროვნები და ბაზეც დავდივართ რაღაც მომენტში ხო გვიწევს და შევხედოთ ხა როგორ გავამართლებს ის რაც ჩაილექება ამ პატარებში მე უკვე მე-7 კლასში როცა შედის მართლა ფიზიკა და ქიმია ის ამოტივტივდება აუცილებლად და ალბათ მეტი ინტერესი გამოიწვევს რომ მე მინდა რაღაცა ყველას უყვარდეს ფიზიკა და ეგრე არ არის სამწუხაროდ იმიტომ რომ მე ვთვლი რომ ყველაზე საინტერესო მეცნიერება მეც ესე ეხლა სკოლაში არ ვფიქრობ სკოლაში ხო როცა ვსწავლდი ფიზიკა მეკონა საშინელო მეტი არაფერი მე მამაჩემის მეგობრები ფიზიკოსები მათ ლაპარაკებს რომ უსმენთ და პეტრიაშვილზე ჩემ კლასს ვესწრებოდი რომ კარგად მოგწაულობდნენ და ფიზიკის მასწავლებელი გაკვეთილს რო ხსნიდა და აი მაშინ გავიგე რომ თურმე ფიზიკა რა საინტერესოა და ეს სიამონება არ მინდა ბავშვებს მოვაკლოთ ამიტომ მაგრამ მაინც ისე ვერ გამომდის როგორც მე მინდა იმიტომ რომ თვლი რომ არ შედის სწორ ასაკში გასაგებია ხო და უფრო პატარაობიდან რაცა იმიტომ რომ პატარები პირიქით უგოკეთა როდის დავიწყებთ როდის შევალთ ლაბორატორიაში ცდებს როდის ჩავატარებთ და ამიტომ ეს ინტერესი სანამ აქვთ მინდა რომ რაღაცა მე ეს რაღაც ჩაილექება და ძველ ქართულთან დაკავშირებით გოკიდე ძალიან კარგი შედეგები იმიტომ რომ მეორე კლასიდან გერმანულ სკოლაში როგორც იყო გახსოვს მეორე კლასიდან ვეფხისტყაოსანს ვასწავლობდი ну ძალიან ცოტას და რაღაც მაგრამ აი მშობლიური ხდება მე ეს ძველი ქართული მათთვის და მე-10 კლასი ჩვენთან უკვე მე სხვა მასწავლებლები რო შედიან და უკვე მართლა ძველ ქართულს გადიან ლიტერატურის პროგრამულად არის აი არ ვიცი ისეთი გაკვეთილები რომ დამსწრეთაც რო შეხვდე გამოსვლა არ მოგინდება იმდენად ჩართულები არიან აი მე არ მოყვარდა სკოლაში ძველი ქართული უნივერსიტეტში შემოვა იმიტომ რომ არ მოსმა ხო ну როგორც გვასწავლდნენ და ვეფხისტყაოსანი ძულდა სკოლაში რო ვსწავლობ აი ძალიან მცხოვრია მაგრამ ძულდა ჩვეულებრივად მე გრიგორ ფარულავა მასწავლობდა ძველ ქართულს უნივერსიტეტში და აი იქ მიუხედავად რომ ფილოლოგიური ორჩი აი მშობლების ხელშეწყობილება იქ მივხვდი იქ შემიყვარდა ძველი ქართული ისე რომ ახლა ყველაფერს მირჩევია მაგრამ ხო და მე ვიც ფილოლოგიურს არ აირჩევს ხო ეგ გამოტოვებული ექნება ბავშვების და ამიტომ მეორე კლასიდან აი ესე ვდებთ ცოტას მე-10-ში არის მაგათან და ერთი სიამოვნება ძველი ქართულის გავლა ყველა მასწავლებელი მაგას წერს გაკვეთილდა რომ გამოდიან მასწავლებლები კიდე აგრძელებენ ლაპარაკს აი ამაზე ვიბჭერე და აი ეს მითხრა და ის მითხრა რაც მე იცი რომ არც მომსვლია აზრად აი რაღაც ესეთი ესე მიმდინარეობს ჩვენთან სწავლება ხო რა კარგია ძალიან არ გულისხმობ ისე ძალიან მოწესრიგებულ ბავშვებს ანუ მუდო ბავშვები კი არა ცელქებიც არიან ისედაც მაგრამ ინტერესიანები და ну თან ყველაზე როცა საუბრობ ყველანაირი არის რა თქმა უნდა ხო და უნდა იყვნენ კიდეც ხარ გულისხმობ რომ ბავშვებსაც ძალიან მორჩილი თვალებში უნდა გიყურებდეს თავის რაღაცებს აშავებენ მაგრამ ну მაგისტრის საზღვრებს არ გადადიან ხო არ გადადიან და ну არ ვაძლევთ მაგის საშუალებას და ოღონდ აი ცოდნის რა კუთხით არიან ძალიან დაინტერესებულები რაც არის ჩემთვის აი არის ძალიან ну მე ესეთი ვსწავლობ ქართულის მასწავლებლებისთვის დანტეს ჯოჯოხეთის ერთ-ერთი სკერზე არის მგონი ქართულის მასწავლებლების წრეები და ხო და ეს სერიოზული და ისტორიის მასწავლებლებსაც იმიტომ რომ რაღაც არასწორად ვასწავლეთ ხო და აი მაგას გულისხმობ რომ პირველი კლასიდან უკვე შენთან რო არიან სხვანაირად მიდიან მე მაგ ეტაპამდე და იქაც უკვე მასწავლებლები უფრო სწორად დებენ კი სწორად დებენ თავისთავად მაგრამ ნიადაგი უკვე ესეთი ხდებათ რა გამზადებული შემზადებული ხო აი მოთელილი და აი მართლა
დღეს ვაპარაკობ საკმაოდ თემებზე, რომ ენეტა სხვა სკოლებში ისევ ძულთ ძველი ქართული კი გამოდასტურეს ისევ ძულთ ძველი ქართული და ძალიან ეგეც ფიზიკა ქიმიის არ იყოს ძალიან ცუდა საკში. მე-10 კლასშიც ბავშვი ძველი ქართული საერთოდ რო არ ესმის და ამ ხელა ნაწარმოებები უნდა წაიკითხოს და ისწავლოს. იქ რაღაც ორი სტროფია მანამდე შეტანი რაც ახლა არაფერს ისაც არ აძლევს რომ ენის მიმართები შეგიძლიათ ისწავლოს, აი რას ნიშნავს ისწავლოს? ხო თქვა გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება ისწავლა. ხო. რა იგულისხმება ამ წინადადებას უკან და იმდენად მრავლის მოცველი არის ეს ყველაფერი. იმდენაცია უნდა იყოს რომ და ეგრე არიან, დეცი ახლა მიდიან მე-10 კლასელები მიდიან იმაში ჯერ დავკლარჯერჩი ფიქრობ მე ცოტა შეგვეშინდა მაინც შორს რო არის და ვარძიაში და იქ რაღაცა ვინც გადის ძველ ქართულს რაღაცა კამერის მე გეტყვი თიგი მქონდა დამუშავებული ხო ხო რა ვიცი მაგით ცოცხლობ რასაც ქვია კარგი, ეხლა ცოტა მამაზე. მამა როგორ ჩართულა ამ სკოლის ამბავში ეს არ ვიცოდი. ხო, ეს აი რაღაც შენობა ქონდა ნაქირავები, იქ რაღაც სიანო მოხდა იმათ ვაკეში იყავთ მე როგორ არა, ჩუყავთ ბულაჩაურის მოჩაზე. და იქ რაღაცა უთანხმოება მოხდა, რაღაცა დაცლა უდროც რომ დაგვეცალა რაღაცა და მოკეთ გაიმძრა ცოტა ჩემი ლოცებს თხოვა და პირდაპირ მიყიდეს წესით ძალიან დიდი პატივი მოგცეს ეს შენობა 20 წლიანი ვალდებულები და ჩემთვის გამორიცხულება ამ ვალდებულებს არ შესრულება სხვა საქმე. ხო, ისედაც ეგრე. რა თქმა უნდა და მოკეთ ეს ისკერა დავაშენეთ. სად არის ეს? ეს არის ვაჟაფშალას ძეგლთან, ძეგლს გაცდები მარჯვენა მხარეს. ხო და აი მაგ ხრივ ჩაერია კარგად. დედაჩემ მასკნა აქტიურად ბავშვს აგდებენ შენობით რამე ქენი ერთხელ ცხოვრებაში ხო ესე კაცები ალბათ არ გამოსდიოდა სამყარო სხვა რამე გამოსდიოდა კარგად იცი რა სულ სადღაც დაატარებდნენ სულ რაღაც სათხოვდნენ გამოსდიოდა ეგეთ უბრალოდ თავის მიმართ არ ქონდა ინტერესი თუ რაღაც და ეგ ახლა მართლა დეჩემ რაღაც კარგად დააყენეს სწორად მეც არ მომაფიქრდებოდა რომ უბრალოდ ეს უსიამოვნება რო იყო და მართლა სანერვიულო იყო და იმდენი მასწავლებელი ჩემი მიყვანილი ხო პასუხისგებლობას გქნა უფრო რაღაცა უცებ სამსახური დატოვონ შენობას გაცლევინე რაღაც ნუ ძალიან იმაში აღმოჩნდი და თვითონაც სტრესულში ხო და აი მართლა გაინცრა და რა მაგალია ეხლა იმას დავამონტაჟებთ ამ გადაცემას ერთის ფოტო მინდა ჩავაკლე ხო მოხზეულსი მე პატარა მართლა ხო მახსოვს არ გვაქვს ესე კი არა ხო გირგო ბონფაძე ნიკოლა სადღაც და ფეისბუქზე გავამოხსენე მეც არ მოვდით ამ ფოტო მე მახსოვს რაღაცა დიდი და როხროხა ხო ნუ მაღალი და აღფრთოვანებული იყო იმდენად დიდი იყო ჩემთვის ალბათ მუხლანდაც არ წუდებოდი მაშინ ხო ძალიან მაღალი იყო მე ძალიან მაღალი და პატარავთ თუ ჩვენ გავიზარდეთ არა ნუ 1.90 ფარგლებში იყო და ძალიან გამხდარი იყო ადრე და მე ხან ციგარეტს დავსანებებს გასვხდებოდა მე ისე გავხდა და ეხაც ბოლოს გადაწყდა დიეტაზე ყოფილიყო იტალიაში და გავხდე მანამდე ახლა ბოლოს ხო წარში გავხდე რა მე ძალიან სულიერი გახდა როგორ საპატერიკოში ცხოვრობდა ხო და რაღაც შეიცვალა ხო ურწმუნო და უჯუდო არასდროს არ ყოფილა მაგრამ რა თქმა უნდა მე ესე ვიცი თელი ცხოვრება ეგ ისტორიაც არ შეეცი მოგეთ ერთი წლის ვიყავი რომ გამოუცხადებია სახში რომ უნდა ვიმარხულო და ნუ დეჩმ რა სულელი ანუ არ მარხულობ მაშინ არც იცოდნენ წესიერად რა იყო და მოგეთ უჭა ჭამა რაღაცა და ამ დროს დეჩმს მოხდა აბუღებული წყალი და მე წნეჩი და ფეხებში ჩავუვარდი მე და გადამასხა ეს წყალი და დავიწვი ძალიან სერიოზულად ერთი მხარე და თურმენძებმა მკურნალს ისე რომ არაფერი არ დამჭა, მაგრამ ეს მამა ჩემისთვის გახდა ის, რომ აუცილებლად უნდა ემარხულო. და ოღონდ მარხულობდა როგორც დიდი მარხვების დროს მარხულობდა, პატარა მარხვები არც იცოდა, მე მგონი რომ არსებობდა და ოთხშაბათი პარასკევი, ოღონდ მარჭამდა მარტო ხორცს.
აი ეს იყო მაშინდელი ჩვენი ხო ნუ აი ჩვენი გაგებით ახო ჩხო ბევრი არ ხო ეს პერიოდია როცა ნუ ჩემი ოჯახისთვის და ფიქრობ გულამიც აი ამ დიდ ოჯახში შემოდის რომ ჩვენთვის იყო ქრისტიანობა რაღაც ანტისაბჭოთა ქმედება თვითონ ქრისტიანობის არსი მაინც არ გესმოდა ხო მაინც ხო აი არსში რაც არის ქრისტიანობა მაგრამ ეს იყო ანტისაბჭოთა ანტირუსული და საქართველოს ეროვნული და პატრიოტული. თუმცა სამოსელი იყო 27 წლის მე რო გავჩნდი რა ზუსტად მაშინ დაიწყო სამოსელის წერა და სამოსელი ბიბლიური ხო ანუ ქონდა სულ ეს ქონდა მაგრამ იმის ფარგლებში რა ცოდნაც მაშინ იყო და ეკლესიაში არ აღწევას რომ სად იყო სადუნე არც ეზიარებოდა მოკლედ არ იყო ეგეთი ცხოვრება რომ ესე პატრიარქმა ხო, ცხეთური ხელნაწერი დედამისია, ხო? მამიდამისი, დოჭინიშვილი მამამისის და ხო, რომელმაც გადმოწერა ცხეთური ხელნაწერი და რა თელ ცხოვრება მაგათ მამიდაშვილებმა მაგათ დაუთმეს ამ ხელნაწერების შესწავლას. და ოჯახიდანაც ესეც იყო რაღაც. კი, მიუხედავად იმისა, რომ თავს სართულიდან მორწმუნეებად ისინი. მამაჩემ თვლიდა ნამდვილად და არა პირდაპირ ის ქონა, მაგრამ ისინიც ამ ტექსტებზე მუშაობდნენ, სულ ეს იყო, მაგრამ არ თვლიდნენ, ახლა ძალიან რთულია ხო საბჭოთა პერიოდში. გარკვეული იყო ადამიანს ერთად სადარი და რა ხდება. ხო. ექსპედიციებში დადიოდა არქეოლოგი. ექსპედიციები ესე იგი მე ვიყავს სადღაც მესამეში მე მგონი რომ წამოვიდა ისტორიის ინსტიტუტიდან და მე რაღაცა ჩემთან მახსოვს მე მგონი არც ერთი წლიდან ამის და ამიტომ თვლი რომ მთელი ჩემი ცხოვრება იყო რომ მამაჩემი მუშაობს არის არქეოლოგი ესე წერალი კი არა აი არქეოლოგი და სახში მოქნა კაჟები რეცხავდა ამუშავდა ნაწერდა სიმწოდა მაგის ყურებს შავნეუნი და მე ლაქსუს ოპერა მუშაობდა ამ კაჟებს მეც ვალაგებდი რაღაც ერთნაირებს რა ქვის ხანაში მუშაობდა და ჩვენც დავყავდით ხოლმე ზაფხულობით სოფელი არ ქონდა არც ერთი მხრიდან და გათხრები სადაც იყო იქ ქირაობდით ხოლმე და ჩვენც იქ ვისვენებდით თუ რაც იყო და ამ არქეოლოგებთან ეს რაღაც ურთიერთობა გათხრებს მე პირადად არ მახსოვს არ წავიყვანი ვართ იმიტომ რომ შუა დღე იყო და მზე იყო და ცოტა შორს უნდა წასულიყვნენ იქ მე დაბრუნებულიყვნენ და მაგრამ ეს გარემო თითოროს უკაჟების რაღაცა ამ თემაზე ეს არქეოლოგია ჩემს ძალიან საინტერესო პროფესია დღემდე და მე ყოველ წელს დაეწერა ყოველ სასაცილოდ წლიური თემა ვერიტან და ანგარიშის დაწერას აი ძალიან ხომ წერა პირიქით წერა ზუსტად რა ხანი იყო ყველა სიტყვა იყო მისთვის მაგისტვის ძალიან საპასუხისმგებლო ძალიან ბევრს ნერვიულობდა წიგნზე წარწერასაც როცა აკეთებდა და ეს თემის დაწერა იყო მაგისტვის ტრაგედია ჩვეულებრივ და აი ერთ-ერთი თემის დაწერით რომ მოახლოვდა და მამაჩემს მამიდაშვილი ვამარა რომ არც მთელი ოჯახი ისტორიის ინსტიტუტში მუშაობდა მოდიოდა ხომ და აძალებდა რომ დარჩა 20 დღე დარჩა 10 დღე და შესთავაზა სამ დროს ნათობის რედაქციაში პროსტოკოპილების გამგეობა და წამოვიდა დიდი სიხარული ხო აი ფაქტიურად მაგან განაპირობა რომ აი ოღონდ არ დაეწერა და ანუ მე ესე არასოდეს არ მომეყოლეს ეს მამაჩემს მაგრამ აი მახსოვს ეს ნერვიულობები მაგის აშინელი ის რომ აი უნდა დაწეროს და ვერ წერს და ამ დროს თვითონ წერდა თავის საწერს და ეს წლიური თემა და რო წერდა სახში რა ხდებოდა ამ დროს რო წერდა ეგ წერდა კი ჩვეულებრივად ხო მარტო მაგას წერდა მეტი არ არის ну ეს წლიური თემებს წერდა ჩერტხელს იცი ძალადო ხო და წერდა დილას ძალიან ადრე სანამ ჩვენ გავუძებდით იმიტომ რომ იყო სიჩუმე ხმაურში კერდა აი არ უნდა გერჩურჩულა აი წყლის მოშვებაზეც ჩხუბობდა მაგრამ ну ისე დროს დგებოდა რომ ხო გვეძინა მაგ დროს მუშაობდა მახსოვს რომ ვიღვიძებდი და ეს ბოლო იმას რომ ან კიდე ჩხუბობდა თუ ხმას გაიგებდა და მოკლედ მან მთავრდებოდა ამიტომ მეგონა ესე რომ აი წერალი მუშაობს გამთენიისას ესე მამაჩემ კი საერთოდ წერალმა უნდა იმუშაოს სანამ გათენდება ლომის ხო და მე ცალკე გადავედი უკვე დიდი კვათინაც ყავდა რაღაცა იმაში რომ მივიდიოდი ხოლმე იოსებიცაზე და მაგიდასთან მიჭდა ისე მიკვირდა რატო წერს კვატრისას ვერაფერ არ ხდებოდა ხოდა მე ბევრი მუშა სამსერის მე იცახდა რომ მე რომას აღარ დავწერო იმიტომ რომ
მთელი ჩემი სასიცოცხლო ძალები წაიღო, მაგრამ მე ბევრი დაწერა სპორტში. ისა კიდე არ ვიცი თან ლოგინას. უფრო ფილოსოფიური გახდა მე სხვანაირი ლიტერატურა შექმნა ასე. ხო, ის ხალასი და ის იუმორი აღარ იყო მისი. განსაკუთრებით დიდი ტრაგედიას მერე. ხო, მაგრამ იცი რა ხოჭერს აი მაგის მერე რაღაც მოთხრობა დაწერე, რომელსაც აი ხო ეს ტრაგედიაც არც რა იყო. ეს არის ჯოჯოხეთ ჩვეულებრივ, უცებ შეგვეცვალა ცხოვრება რაღაც, ვერ ცნობები როგორ გამოსვათ ქვია მაგას. და მაგრამ ძალიან სასაცილო მოთხრობა, ისეთი ხალასიური მოთხრობა დაამთავრა მაგ დღეებში შეგვარა, მაგრამ ერთი კვირის ორი კვირის მერე ეს მაგიდასთან მაინც ის სხვა ამბავი ხდებოდა. უბრალოდ მე მაინც ეყოწალა და დაიწყო მაგიდასთან. ვა, მე გავიცნობ. კი. ხო, იმიტომ რომ ის ხო ოჯახისთვის არ ვიცი, ყოველთვის დიდი ტრაგედია იყო. ხო, ბევრი მეუბნება იქცნობოდა და კიდე ხა თითქოს თბილისში რაღაცა დიდი ხო მეხივის წავარდნა იყო. სამწუხაროდ ეხლა შემოჩვიეთ ეს პარტია. ეხლა კი არა, იცი რას ვიქნებ 90-ში მოხდა ხო, სამავე 92, 11-დანაც ალბათ. 11-დანაც არა, ჩემს მისმერე ძალიან ისეთები დაიწყო, რომ აი მაშინვე უკვე შევეჩვიეთ მერე და მერე. ხო, მაგრამ ნუ ის რაღაცა საოცარი იყო. ველდა იყო. და ხანუ ხო, და ნათელადიდანაც ყოჩა გავიც. ძალიან ჩემთვის ძალიან დიდი პატივისცემა მსახურებს ეს ადამიანი. ძე გურამე მაინც ნუ გურამია და ყველა მიცის და რა თქმა უნდა მის ავტორიტეტს ეს არ აკეთებდა. ნათელა რაღაცა ესეთი მე მგონი არანაკლებ მაგარი ხო და იცი რა ბევრი ამბობს მაგას და ბევრი ეუბნება ეხაც და ხო აი ბევრი აღიარებს არანაკლებ მაგარი მაგის გარეშე არაფერი არ იქნებოდა თვითონ მომჩევს ოჩხო ეს იცახდა რომ ჩემ გამო დაიწყო წერა სულ თავიდან იმიტომ რომ უნივერსიტეტში დაინახა და ჩემ ძალიან კითხვა უყვარდა რაღაც ხემიგოისტომები გამოვიტანეო და მოდიოდი ბედნიერად და მაშინ დაუნახავს მომჩევს პირველად და მაშინვე შეუყვარდა ასე ვთქვათ. მე 4 წელს მერე გაყვაცოლა. პირველ კურსზე იყო ეს და ის მე-4-ზე. ხო და ვითომ მე ვასწავლე მაგას წერა. ეს კი ჩხუბობდა, მაგრამ რაღაც ცოტა ეგრე გამოვიდა მარტო. ხო, ძალიან უწყობდა ხელს. ხო. აი მაგას ვთამგავანებ რა კურამის მიმართ მისი ამაქსზე არ ლაპარაკობ და აი მე როგორ ყველა აი არავინ არ უწყდებოდა საერთოდ ყველას მოიკითხავდა. კი მართლა ჩვენ რეკავდა რომ იცი რომ დაიჭერს რომ წადით ეხა იქ თეატრია იქ რაღაც სპექტაკლია იქ ეს არის კულტურასავი კი ხო ან რაღაცა სულ ფორმაში ყოლოდი ჩვენ ადამიანები და ეხა წაი ამდენი გამიჭირდება უფრო მიდრეკილი ვარ ხოლმე პესიმიზმისკენ და სახში ჩაჟდომისკენ და ეს ვფიქრობ რომ აი ნათელა რას უძლებდა და ხა მე რა უფლება იცი ამ მართლა ეგრეა და პირველი ერთხელ ვინც მაგას მართლა ეგრეა და მე რომ უფრო ცხანა და კიდე ხო რომ ნუ აწუხებ ამ ხალხს ხო არა ძალიან ხო აქტიური იყო და იმდენი მეუბნება მე და მე მადლობას რომ ისე მიშველა იმ რაღაც კონკრეტულ წუთას და რაღაც თავისი ამ შემართები და დაძალები და რაღაც ხო მართლა ეხლა უფრო ხდები მეც რა ნიშნავენ მაშინ ნუ მეც ცხანა და კიდე ხომ ხდი რომ ყველას ესე აიძულებს რომ ეს გააკეთე ის გააკეთე ხო ნუ შეგიძლიათ ისე რომ აფასებთ ხოლმე ხო რა ეხა არა ბოლო წლებში მივხვდი რომ ხელა ან მე რამ ხელა რამე გამიკეთა რომ გადავრჩი და ეხზე დავდექი იმიტომ მე ადამიანი არ ვიყავ საერთოდ ხო და აი თავის ძალადობით თორემ წერა ზოგიერთი საჭიროა ძალად თინაზე თქვა თორემ სიტყვა თინაც მუშაობს სკოლაში აირჩია სამართალი დაამთავრა მარტო თვითონ და არავის მე ჩემთვის არ კონდეს მიმართული რომ თვითონ გადაწყვეტოს და ნუ დეჩა მამჩემსგან განსაკუთრებით მამჩემსგან ძალიან დიდი წიდა ავტორობა მქონდა ვერ იგებდა რატო უნდა დაემთავრებინა ესეთი ფაკულტეტი და მაინც დაამთავრა და ოღონდ არ უნდა ხთავს პროფესიით მუშაობა აი მაინც სკოლაში არის ადმინისტრაციაში აი ტექნიკურ რაღაცებში გვეხმარება და უკვე თვითონ ხელმძღვანელობს ფაქტიურად და ბავშვების აღზრდაშიც დაიწყო მონაწილეობის მიღება ხო არა პრეზიდენტის არჩევნები და რაღაც თვითმმართველობა მოსწავლეთ აი ის აბარია კიდე პლუს და ხოცა ბევრი კუთხით ჩაიგებარა რაღაც სკოლის საქმე ნახოთ ხერიდან როგორ გაგრძელდება, იმიტომ რომ რაღაც კიდე სხვა ინტერესებიც აქვს, არ ვიცი ბოლო-ბოლო საერთოდ. ხო, რამდენი ხანს გარჩევა ხოლმე. ხო, ნუ. რამდენი ხანია? ნახოთ ეცე.
უი, მართლა? ესე ისე. ეგ პატარამ დაამთავრა, მაგათ ერთ თადრ შეუყვანა სკოლაში და 17 სკოლა ჩაბარა 21-თან დაამთავრა და მაგისტრატურაზე არ უნდა, იმიტომ რომ ჯერ არ იცის რა კიდე სხვა პროფესიით არ მუშაობს. ხო, პროფესიით არ მუშაობს და ამიტომ არც რამე სხვა რა აინტერესებს ჯერ არ მოზა 6-ის არის ჯერ და ხო, ნუ მე-5 წელია მუშაობს. ნუ შენ აღარ არის სახმარი. აღარ არის სახმარი და მართლა ძალიან ჩართულია. ხო, ესე იგი. ხო, აქვს ის ხშირს. სკოლა ისეთი რამეა, ან ეგრევე გამიხარ ერთი წლის მერე და ან ხო, აი მე ესე მგონია, ნახოთ ხა თქმა უნდა როგორც ხო მიუყვებით ცხოვრებას ხო ზოგადად მე რას წარმოვიდგენ ხა ფილოლოგიური მაქვს დამთავრებული და დირექტორი და ის დამფუძნებელი და ის თუ გავხდებოდი ანუ ბუღალტერით დაკავებული და ნუ რა ქვია ბიზნესით ხო არა მართლა მეც მეკურს იმიტომ რომ საიდან გაბედვა თვითონ ამის გაბედვა რომ დამოუკიდებლად ცნაური აი ფაქტიურად აი მაიძულეს რომ გამეკეთებინა ერთ-ერთ სკოლაში მუშაობ იმაში და შექმნეს იქ დაწყებითი საფეხური და დამავალეს რახან მე მქონდა გამოცდილება ის მარტოზე დასაფეხური იყო მერვედან ზემოთ და მეც მეგონა რომ არაფერს არ ვაკეთებდი და თურმე მე გავაკეთე ესე გამოვიდა და მე რაღაც იქ უთანხმოება მოვიდა მეწილეებს და ვერ გაიყვეს ეს რაღაცა და შემრჩა მე აი ესე გამოვიდა თორემ მე ალბათ ესე პირდაპირ ნაბიჯს ვერ გადავხედავდი რომ მე უნდა გავაკეთო სკოლა ანუ არ მეგონა რომ ამის რესურსი მქონდა ხო და რა ვიცი რომ შემატოვეს ეს სკოლა პირიქით ძალიან გავიზარდეთ და რა თქმა უნდა ძალიან მაგარია ისე ვგრძნობ თავს როგორც აი არც ძალიან შენი როა რაღაც რო არც ნერვიულობ აი როც პასუხისმგებლობას გულისხმობ ზოგადად ყველაფერი ძალიან საპასუხისმგებლოა ხო შვილიც რაღაც ნებისმიერი ნაბიჯი ცხოვრებაში მაგრამ როცა შენია უკვე აღარ ფიქრობ იმაზე რომ აი მე რა მეშველება ხო ნუ შენია და აკეთებ და ქსიამოვნებს აღარ ნერვიულობ რომ ამ ხელ პასუხისმგებლობას გაუძლებ თუ არა იმდად ორგანულია ჩემთვის რომ არ მაშინებს ასე ვთქვა და მართლა ძალიან ბევრ დაბრკოლებას გაუძლევი ნუ ხუთის წყალობით ყველაფერი აი ხო თუნდაც აი რომ მკითხე თავიდან ამ რთულ პერიოდებს ზოგადად ქვეყანაში რა ვიცი ხო ძალიან ბევრი აი სტრუქტურათან ურთიერთობაში ძალიან ბევრი რაღაც ნუანსია რაზეც აი ის რაც არ კარგად მიდიოდეს საქმე ფიზიკურად დროს მოითხოვს twins დროს ნუ ხო თან ბავშვზე ყველაზე მნიშვნელოვანი ჩემთვის ბავშვთან ურთიერთობა მაგრამ ეს თანამშრომლებზე ზრუნვა ხო რაღაც ნუ ძალიან ბევრი საკითხი ხდება როგორც დირექტორისთვის და არ ვიცი მართლა რა ძალა არ მე კი ვიცი ხსემოდა მართლა მეძლევა ეს ძალა რომ აი მართლა გწნობ ჩვეულებრივ ეს სკოლაში განსაკუთრებით ჩანს ხოლმე ეს რამდენჯერ ყოფილა გაკვეთაზე კითხვა და უსახავს მithქვამს და ვაი საიდან ხო აი მე ეს არ ვიცოდი ნამდვილად ხო ეგრე აი ეს ხო კი და აი აქ ჩვენ საქმიანობაში ყველა ეტაპზე ხდება აი ისე კანონზომიერად დავაგდება მე რაღაცა რომ აი მართლა ვერ ხდები რომ ეს შენ ძალებს აშკარად რო აღემატება ხო ძალიან მიხარია და ხოთა ხელი მოგიმართოს